ამერიკა საკუთარ მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს ეს იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი განიხილავს, როგორ უპასუხოს თეირანის რეჟიმს. მაგიდაზეა სამხედრო მოქმედების ვარიანტიც, რასაც თეთრი სახლი ადასტურებს. თეირანიდან საელჩოს ევაკუაცია დაიწყო საფრანგეთმა. ირანის რეჟიმის ხოცვა ჟლეტას უკვე 648 ადამიანი ემსხვერპლა. 9 მათგანის ასაკი 18 წლამდეა. პარალელურად რეჟიმი იწყებს დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას. უფლებადაცვითი ორგანიზაციების ცნობით რეჟიმი ჩამოხრჩობას უპირებს 26 წლის კაცს, რომელიც ქარაჯში დააკავეს. მას ედავებიან ომს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც რეჟიმის კანონით სიკვდილით ისჯება. თამარ ჭავჭავაძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. პროტესტის ჩახშობის მცდელობების მიუხედავად ღამით ირანის დიდ ქალაქებში რეჟიმის წინააღმდეგ ხალხი კვლავ ქუჩაში გამოვიდა, საპროტესტო აქციები გაიმართა თეირანში, ურმიაში, აჰვაზში, გორგანსა და ისპაჰანში. ირანში უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტი არის გათიშული და ადგილზე ვითარების შესახებ ცნობები მწირია. ახლა მთელი ყურადღება მიმართულია იმისკენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დონალდ ტრამპი. ამერიკული მედიის ინფორმაციით პრეზიდენტს უკვე გააცნეს პროტესტის ჩახშობის საპასუხო რეაგირების ვარიანტები, მათ შორისაა ავიადარტყმები, შორ-მანძილზე მოქმედი იარაღით. დღეს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდება და ამ ვარიანტებს განიხილავს. პარალელურად დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფები დაუწესა ყველა ქვეყანას, ვისაც ირანთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და განხილვას არ ექვემდებარება. თეთრი სახლის საიტზე ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა. გამოცემა ბლუმბერგი ირანის უმსხვილეს პარტნიორებს შორის ასახელებს ინდოეთს, თურქეთსა და ჩინეთს, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს ვაჭრობის სფეროში შეთანხმებები მიღწეული აქვს და სავარაუდოდ ახალი ტარიფები უარყოფით გავლენას მოახდენს. პრეზიდენტ ტრამპს მაგიდაზე ყოველთვის აქვს რამდენიმე ვარიანტი და ავიადარტყმები იქნება ერთ-ერთი უამრავ ვარიანტ შორის. პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველი არჩევანია. მან განაცხადა, რომ რასაც ვისმენთ თეირანის რეჟიმისგან საჯაროდ, საკმაოდ განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომელსაც ადმინისტრაცია იღებს კერძო საუბრებით. პრეზიდენტი დაინტერესებულია ამ გზავნილების განხილვით, მაგრამ მან აჩვენა, რომ არ ეშინია სამხედრო ვარიანტის გამოყენების, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის. ირანში მიმდინარე მოვლენებს პირველად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის თანამზრახლოთა წრეს სულ უფრო ვიწროვდება და საერთაშორისო გაერთიანებას მოუწოდა დაეხმაროს ირანელ ხალხს, რომელსაც რეჟიმისგან გათავისუფლება სურს. ირანში მიმდინარე მოვლენები იყო განხილვის ერთ-ერთი თემა მარკო რუბიოსა და გერმანიის საგარეო წყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე. იოჰან ვადეპულმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ირანის რეჟიმს ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს და ევროპა ყველა ზომას მიმართავს, რომ რეჟიმმა საკუთარ ხალხზე ძალადობისთვის პასუხი აქვს. რეჟიმმა აშკარად აკარგა ლეგიტიმაცია და აღარ აქვს ირანელი ხალხის მხარდაჭერა. ყველა ზომას, რაც გვაქვს, გამოვიყენებთ რეჟიმის წინააღმდეგ, სანქციების ჩათვლით. ის, რაც ახლა ირანში ხდება მასშტაბური პროტესტი და ფაქტობრივად აჯანყება, აშკარა ნიშანია იმისა, რომ რუსეთისთვის საქმეები მარტივად არ გახდება. მსოფლიოში ყველა წესიერ ადამიანს გულწრფელად სურს, რომ ირანის ხალხს საბოლოოდ ჰქონდეს ბედნიერება, გათავისუფლდეს მმართველი რეჟიმისგან, რომელმაც ამდენი ბოროტება მოუტანა, მათ შორის უკრაინასა და სხვა ქვეყნებსაც. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვას. ყველა ლიდერი, ყველა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს, რომ დაეხმაროს ხალხს, თავიდან მოიშოროს ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, თუ როგორი ქვეყანაა დღეს ირანი. ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას აპირებს და გეგმაც მომზადებული აქვს. რობერტა მეცოლას გადაწყვეტილებით კი ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალათ. ევროპარლამენტი ხელს არ შეუწყობს რეჟიმს, რომელიც წამებით, რეპრესიებითა და მკვლელობების ჩადენით განაგრძობს არსებობას, დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე.